რატომ გადმოაქვს ივანიშვილს ქონება ოფშორებიდან კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ მიზეზი სანქციებისგან თავის დაცვა. ეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი 8 კომპანია უშუალოდ ივანიშვილის ცოლის სახელზე დარეგისტრირდა. ეკატერინა ხვედელიძე ბიზნესებს აქამდე კაიმანის კუნძულზე რეგისტრირებული კომპანიის გავლით ფლობდა. კაიმანის კუნძულები კი დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა და მასზე სრულად ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციები. სასტუმრო ბილტმორი გაიყიდა ინფორმაცია სომეხი ბიზნესმენის კარენ საფარიანის ჰოლდინგური კომპანია აბრწელებს. თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო დღემდე არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის საკუთრებაში იყო. 2025 წელს საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 151 მილიონ ლიტრს მიაღწია. გამოცემა BMG წერს, რომ იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა. მოხმარების 84% კი ადგილობრივ ლუდზე მოდიოდა. ყაზახეთში ატირაუს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. მიზეზებზე ფართობსა და დაშავებულთა რაოდენობაზე ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მანამდე დღეს გავრცელდა ცნობები, რომ ყაზახეთი რუსულ ნავთობს გადასამუშავებლად მიიღებს. გზასაწვავი კი ისევ რუსეთში დაბრუნდება.